მოკლედ, უცებ დავიწყოთ იმით, რომ ერთი კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული. მაგრამ ახლა უცებ გამახსენდა, რომ ქოცებს აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიად კი არ მიაჩნიათ, არამედ ამ სამხრეთ ოსეთის აფხაზეთი არ არის ოკუპირებული. არანაირად ოკუპირებული არ არის. ჩვენად თუ მოიქცევთ, შეგვიძლია შესვლას და გამოსვლას და ცხოვრებაც იქ. როგორ ქვია ამ ტერიტორიებს, როგორ შენახული მე ახლა რომ შევიგინო, დედა ჩემი იღელოებს, მამიდა ჩემი იღელოებს, დეიდა ჩემი იღელოებს, ჩემი რომელიმე პოლიტკორექტული მაყურებელი იღელოებს. ცხონებული მამა ჩემიც კი იღელოებს იქიდან. აი, თუ არის შესაძლებელი რომ გრიშა ონიანმა აგინოს ხალხო. აი, რაღაცნაირად ეგრე რომ დავამონტაჟოთ, ერთ ფანჯარაში ეს იყოს და მეორე ფანჯარაში გრიშა და გრიშა მაგინოს. როგორ ქვია ამ ტერიტორიებს, როგორ შენახული ნუ ხათათეთი სიბრელეში თუ გვინდა ესენი ყავდეთ თუ არა და მოусმოთ ამათი ნაძილანი დემისტრაგი მოვთხანი ამათი ძალიან კაი. თუ მართლა გონიათ რომ აღდგომის ღამეს ადამიანის ტროტუარიდან აყვანა და დაპატიმრება ნორმალურია. თუ მართლა გონიათ რომ რუსთაველზე დგომისთვის 5000 ლარიანი ჯარიმა ნორმალურია. თუ მართლა გონიათ რომ თემურ ქათამაძის დაპატიმრება იმიტომ რომ უკანონოდ იყო საქართველოში, მაშინ როცა ოკუპაციის კანონის დამრღვევი ბოროდინა დასეირნობს ბათუმში ნორმალურია. თუ მართლა გონიათ რომ ანწუხელიძის შეურაცხყოფა ნორმალურია, თუ ეს ყველაფერი მართლა გონიათ, თქვენ მიიღებთ ქვეყანას, სადაც ეს ყველაფერი მართლა ნორმალურია. და თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს დაემართება მსგავსი უსამართლობა, სხვებიც იტყვიან, მერე რა, ეს ხომ ნორმალურია.